საღამომშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, გაინტერესებთ რა გელოდებათ მომავალში? უყურე კარდს, უთხარი შენი სახელი, სურვილიც და კითხე, რა მელოდება მომავალში? და დავიწყოთ. ჩემო კარგო, ამოგივიდა კაზიონის სახლი. მე მგონის უკვე იცით რა არის კაზიონის სახლი. ეს კაზიონის სახლია, ან სამსახური, ან მთავრობის სახლი, ან სავანტყოფო, ან კაზინო, ან სასტუმრო. აი ესეთი სიტუაციებში ყოველთვის ამას კაზიონის სახლი ქვია. ამოგივიდა ნერვიულობა. აქ ხედავ ახალგაზრდა ცოლიან მამაკაცს. ძალიან დარდობს და რაღაცას განიცდის, მაგრამ რაღაცა თანხა უკან უდგება, ან აქვს, ან ხელში დაიჭერს ამ თანხას. სიხარული კი გელოდება, ლაპარაკიც გელოდება, ბევრი მოულოდნელობაც გელოდება. ახალგაზრდა ბიჭი ამოგივიდა ვიღაცა ქალბატონთან ერთად, ან გოგოსთან ერთად. ცოტა არ იყოს რაღაცა სიბრაზე აქვთ, რაღაცაზე ბრაზობენ, ან კამათობენ. შენ დიდი სიყვარულით გეხარ, გელოდება მაგი და დიდი სურვილის შესრულება, მაგრამ კარტი არ ცდება ძვირფასო მეგობრებო, რა გათქვით ჩაფიქრებული? კი რაღაცა სურვილს ისრულებთ, მაგრამ როგორც გითხარით, ბევრს უშლი კარტს და არ მოსწონს ეს სიტუაცია, როცა ვეუბნები, რომ არ გამოგივა, ან რაღაცა საქმე წყალში ჩაგეყრება. რაღაცა მაინც ბოლოს გიპოსტავდება. მაინც გიპოსტავდება ბოლოს, რაც შენ გინდა ის. შეიძლება ახლა ყველაფერი მოაგვარო, გააკეთო, ასე გეგონოს, რომ ყველაფერი რიგში გექნება, მაგრამ ბოლოს ისევ პოსტა გეცემა. ყოველთვის ლაპარაკი და პატარ-პატარა ნერვიულობა გიჩანს. კარტიც ჩქარობს, ერთი კარტი დაბლა ჩავარდა. აი ჩემო კარგო, რა ამოგივიდა? აქ შეიძლება რაღაცა მაგი და ვიღაცა ქალბატონმა ხელი შეგიშალოს და ეს საქმე, რაც შენ ჩაფიქრებული გაგიპოსტაოს. პოსტა დამოგდის რაღაცა შენი სურვილი მომავალში. კი, ბევრს აქ წყინთ, არ მოგწონთ ძვირფასო მეგობრებო, როცა ასე გეტყვით, მაგრამ ესეა. კარგი, გავაგრძელოთ. სხვათა შორის ამ დღეებში, ან მოკლე ხანში, ძვირფასო მეგობრებო, გაქვთ პატარა სანერვიულო, რაღაცაზე უნდა ინერვიულოთ, ამ ნერვიულობაზე ეს ცოლიანი მამაკაცი გამშვიდებთ. ეს შეიძლება იყოს თქვენი მეუღლე, უფრო ასე ჩანს. თქვენ სიხარული გელოდებათ, შეხვედრაც გაწყნარებთ. შეხვედრა გექნებათ აუცილებლად. აქ ხედავ, ვიღაცა გოგონასთან ერთად დგეხარ და ცოტა რაღაცა საეჭოდ დგეხარ, არ რაღაცა ფორიაკით დგეხართ ორივე.
რაღაცა ფული გჭირდებათ, ან თანხაზე ფიქრობთ, წარმატებაზე ფიქრობთ და რაღაცა ადგილცვლილებაზე ფიქრები ამოგივიდათ. ორ მამაკაცს ვხედავ, თითქოს გზიდან მოდიან, ან გზას დაადგებიან და წავლენ, ან გზა ელოდება თქვენსკენ. ახალი ამბავი გელოდებათ ხანში შესული მამაკაციდან. ეს შეიძლება უფროსი მამაკაცი იყოს, ან ვიღაცა თანამდებობის პირი იყოს, ან შეიძლება თქვენი მეუღლეც იყოს, მამა იყოს, ასეთ ადამიანიდან რაღაცა ახალი ამბავი აუცილებლად გელოდებათ. კარგი, ნახოთ კიდე რა გელოდებათ. რა დაგამშვიდებს ჩემო კარგო, იცი, ახლო მომავალში? ფული გამშვიდებს და სხვათა შორის ამ ფულს ხელში რო ჩაიგდებ, კარგი მაგიდაც გელოდება. ამჟამად კი დარდობ, ნერვიულობ, განიცდი შენს წარმატებებზე. სხვათა შორის ეს მამაკაციც ძალიან ნერვიულობს, ჯავრობს. მაგრამ როგორც გითხარით, ახალი ამბავი გელოდებათ, ცოლიანი მამაკაცი გელოდებათ, ან გზით, ან გზიდან მოდის და აუცილებლად რაღაცა ფულის მიღება გელოდებათ. სრული გაშლები თუ გჭირდებათ ძვირფასო მეგობრებო, შეგიძლიათ მომმართოთ. 557 64 38 91. ნახვამდის.